მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი ვლოგების მე-17 ეპიზოდი და ამ ეპიზოდში მოგიყვებით როგორ ვიპოვე სამსახური ესპანეთში დამოუკიდებლად ჩამოსვლიდან 3 თვის შემდეგ. ამ ყველაფრის მოყოლას ისედაც ვაპირებდით, თუმცა ცალკე ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც განათავსე ვიდეო TikTok-ზე, რომ 3 თვის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი და იქ ძალიან ბევრმა ემიგრანტმა დამიკომენტარა და ასევე პირადშიც მომწერეს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში აქ მხოლოდ ესპანეთზე არ იყო საუბარი. ჩემზე ბევრად დიდი ხანია რაც არიან ჩასულები და ჯერ ვერ მოახერხეს სამსახურის პოვნა და მე როგორ შევძელი რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა 3 თვეში. ამიტომ დღეს ვაპირებ რომ ყველაფერი მოვყვე, რა როგორ გავაკეთე და თუ ვინმეს ჩემი გამოცდილება რაიმეში დაგეხმარებათ, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება ეს ყველაფერი. მე ვარ ესპანეთში, როგორც უკვე იცით, აქ სამწუხაროდ არ არიან დამსაქმებლები, ანუ როგორც ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი, იტალიაში მაგალითად არიან დამსაქმებლები, როდესაც ჩადიხარ, უნდა დაუკავშირდი ამ ადამიანს, არ ვიცი რაღაც მათი მომსახურება, მაგრამ იხდი რაღაც გარკვეულ თანხას და შემდგომ ისინი ეძებენ სამსახურს შენთვის. ნუ რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ძალიან კომფორტული და საოცარი სამსახური, რომელზეც ოცნებობთ, მაგრამ საწყის ეტაპზე ეს ადამიანები გეხმარებიან. და აქ ესპანეთში ასე არ ხდება, ანუ ვერავინ ვერ ვნახე, ვისაც შემეძლო რომ დავკავშირებოდი და მას ჩემთვის ენახა სამსახური, ანუ ესეთი რაღაცა ყოველ შემთხვევაში იქ სადაც მე ვარ, სამხრეთ ნაწილში, ანდალუსიაში არ ხდება. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთო დამოუკიდებლად. დღეს სწორედ მაგის გაზიარებას ვაპირებ, რა როგორ გავაკეთე და დავწყოთ. პირველ რიგში, როდესაც ჩამოვედი, აი პირველი პერიოდი იყო, ასე ვთქვათ, ისეთი პერიოდი, რომ თავს ვგრძნობდი ტურისტად. თუ გადახედავთ ჩემს ატვირთულ ეპიზოდებს, პირველი რამდენიმე ეპიზოდი სულ არის ქალაქის დათვალიერება, შეცნობა, ხან ერთ მხარეს წავედით, ხან მეორე მხარეს, ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ, ისტორია წავიკითხეთ, მუზეუმები ვნახეთ და ასე შემდეგ. ანუ პირველი პერიოდი იყო გაცნობისა და შეცნობის პერიოდი და დაახლოებით 10 დღის შემდეგ ჩამოსვლიდან, როდესაც უკვე, ასე ვთქვათ, დავათვალიერე კარგად ქალაქი და ყველაფერს გავეცანი, დავიწყე სამსახურის ძიება. ეხლა ნახეთ რა ხდება. ნებისმიერ სამსახურში ვერ დაიწყებ მუშაობას, იმიტომ რომ გაქვს შეზღუდვები. პირველი შეზღუდვა არის, რა თქმა უნდა, ენის შეზღუდვა. ესპანურში მომზადება დავიწყე 2 თვით ადრე, ჩამოსვლამდე, რაღაცა ბაზისური ასე ვთქვათ, ლეველი შევიქმენი და შემდგომ რო ჩამოვედი, ისევ გავაგრძელე მომზადება. თუმცა, ჩემთვის სირთულე კიდევ იყო ის, რომ მე ვარ ანდალუსიაში და აქ ძალიან განსხვავებული დიალექტით საუბრობენ ესპანელები. ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი ესპანური. არ ვიცი როგორ უნდა აგიხსნათ, ალბათ უნდა მოусმინოთ ამათ საუბარს, რომ გაიგოთ. ძალიან რთული არის მათი გაგება და მე აქ მოვისმინე, რომ თურმე ჩრდილოეთში მცხოვრებ ესპანელებსაც კი უჭირთ სამხრეთში მცხოვრებ ესპანელების გაგება და წარმოიდგინეთ, ჩემთვის რა რთული პროცესი იქნებოდა ეს ყველაფერი და დღემდე არ მესმის სხვათა შორის ცოტა არ იყოს სტერეოტიპი არის თითქოს რომ აი რო ჩახვალ რამდენიმე თვეში ისწავლი 4 თვე შემისრულდება ძალიან მალე რაც ჩამოსული ვარ და დღემდე არ მესმის ანდალუსიელებს. ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი ბარიერი სამსახურის პოვნის დროს იყო ენა. მეორე ენა რომ ციცოდებირობდეთ და ძალიან გამართულად რომ საუბრობდე, მეორე ბარიერი არის ის, რომ არ გაქვს შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც გრთავს იმის ნებას, რომ იმუშაო. ანუ არ გაქვს სამუშაო უფლება. ეს უფლება როდის მექნება, არ ვიცი, არის დროში გაწელილი პროცესი და მე ნამდვილად ვერ დავჯდებოდი ესე ფეხზე გადადებული და ვერ დავუწყებდი მაგას ლოდინს, როდის მექნებოდა ეს დოკუმენტი, იმიტომ რომ ძალიან რთულია სახლში გაჩერება, მით უმეტეს ემიგრაციაში ძალიან რთული არის მთელი დღის მანძილზე სახლში ჯდომა უსაქმოდ, აი საშინელება. თან ისეთი ადამიანისთვის, ვისაც უყვარს მუშაობა და მე ძალიან მიყვარს მუშაობა, ამიტომ სულ ვცდილობდი, რომ რაღაცა მაინც მეპოვა. და რა უნდა იპოვო ამ შემთხვევაში, როდესაც ენის ბარიერიც გაქვს და თან სამუშაო უფლებაც არ გაქვს, ერთადერთი შენი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის შავი სამუშაო. ეხლა რა არის ეს შავი სამუშაო? ეს არის სამუშაო, როდესაც მიდიხარ კონკრეტულ ადგილას, არ უნდა იყოს კომპანია, არ უნდა იყოს რაღაცა ემპრესა, კონკრეტულ ადამიანთან, რომელიც რაღაცას გავალებს, იმ საქმეს აკეთებ და ხელზე იღებ თანხას. ანუ არსად არ ფიქსირდები. დოკუმენტები არ არის საჭირო, ხელშეკრულება არ არის საჭირო. ხვდებით, ანუ ყოველგვარი ქაღალდების გარეშე ხდება
ეს ყველაფერი. ესეთი სამსახურები არის პირველ რიგში ყველაზე გავრცელებული და ყველაზე პოპულარული დალაგება. როდესაც ოჯახში მუშაობ დამლაგებლად, ხო? მიდიხარ, გეუბნებიან, რომ ეს მოგვიწესრიგე, რაღაცა კონკრეტულ საათებს გეუბნებიან და საათში იხდიან რაღაცა კონკრეტულ თანხას. ანუ არაფერი არ გჭირდება. გააკეთებ საქმეს, აიღებ თანხას და მოდიხარ უკან. ასევე ესეთი სამსახური არის ბავშვის ძიძად მუშაობა. ან შეიძლება პირობითად ოჯახს მთელი დღე არ სჭირდებოდეს, რომ იმუშაო ბავშვის ძიძად, იმიტომ რომ ბაღებიც არის და სკოლებიც არის. ძირითად შემთხვევაში სჭირდებათ ხოლმე, რომ დილით მიხვიდე ოჯახში დაახლოებით 7:30-ზე 7 საათზე ესე. ბავშვები მოაწესრიგო, ასაუზმო, ჩააცვა, გაამზადო და წაიყვანო სკოლაში. შემდგომ სკოლიდან გამოიყვანო თუ ოჯახი ვერ ასწრებს, ოჯახის რომელიმე წევრი თუ ვერ ასწრებს მათ გამოყვანას. ესეც ესევე გავრცელებული სამსახურია და არის კიდევ მოხუცის მოვლა. ამ შემთხვევაში შეიძლება შენი საათები უფრო მეტი იყოს, იმიტომ რომ მოხუცი არსად არ არის წასაყვანი და შესაბამისად გიწევს მასთან ერთად სახლში ყოფნა. ანუ, ძირითადად ასეთი სამსახურების ძიება დავიწყე ჩამოსვლიდან სადღაც 1-2 კვირის შემდეგ და ვნახე საიტები, ზოგი ჩატმა მითხრა, ზოგი ქართველმა ემიგრანტებმა მირჩიეს, ზოგი Facebook ჯგუფებში ვნახე და ამ საიტებს ყველას, რასაც მე ვიყენებდი და რაც მე ვიცი, აი აქ ჩამოგიწერთ, რომ თქვენ ციცოდეთ, ვინც ესპანეთში ხართ და ეძებთ ესეთ შავ სამუშაოს, აი ამ საიტებზე შეგიძლიათ რომ ნახოთ განცხადებები. ამ საიტებზე კონკრეტული პირები, კონკრეტული ადამიანები პოსტავენ, რა სჭირდებათ დალაგება, არ ვიცი, სჭირდებათ ბავშვთან, ვინმე, მოხუცთან, ვინმე თუ რა სჭირდებათ, პოსტავენ. შენ ნახულობ ამ განცხადებებს და აგზავნი შეტყობინებას. ეუბნები რომ მე ვარ ეს, შემიძლია ეს და ასე შემდეგ. აი, ამით თუ გამოძვრები, იქამდე სანამ გექნება სამუშაო უფლება. მე დავრეგისტრირდი ამ საიტებზე, გავაკეთე ჩემი აკაუნთი და ჩატი დამეხმარა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში. დავწერე ტექსტი, რომ აი მე ვარ ეს, მაქვს ამაში გამოცდილება, ასე შემდეგ და დაკოპირებული მქონდა ეს ტექსტი და რუტინულად ყოველ დილით ვაგზავნიდი ახალ განცხადებებზე. ანუ დილით, როდესაც გავიღვიძებდი, ძალიან სურდი ჩვევა მაქვს, ტელეფონის გარეშე ვერ ვფხიზლდები და ეგრევე ვიწყებ ხოლმე სკროლას, რომ შევამოწმო შეტყობინებები Instagram-ზე, სხვა სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. აი ესე რუტინასავით ჩავსვი ჩემი დღის რეჟიმში, რომ დილით, როდესაც ყველა ჩემს სოციალურ ქსელს შევამოწმებდი, მერე შევდიოდი ამ საიტებზე და დაკოპირებულ განცხადებას, რაც მქონდა უკვე, რომ ყოველჯერზე ახალი არ დამეწერა, ვაგზავნიდი ახალ განცხადებებზე. განცხადებები ნაკლებად იდებოდა შაბათსა და კვირას, იმიტომ რომ დასვენების დღეებია, მაგრამ სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თითქმის ყოველ დღე რო შევდიოდი, ახალი განცხადება მხვდებოდა, ვიღაცა იმას ეძებდა, ვიღაცა ამას ეძებდა და ყველგან ვაგზავნიდი ჩემს მონაცემებს, რომ მეთქი ადრე თუ გვიან, ვიღაცა გამოვა კონტაქტზე, ხო არ არსებობს, რა დროცა უნდა დასჭირდეს, ვიღაცა მაინც გამოვა კონტაქტზე. ძალიან ცოტა ადამიანი გამოდიოდა კონტაქტზე, სულ 3 შემთხვევა მქონდა, რომ კონტაქტზე გამოვიდნენ და მაგ შემთხვევებსაც მოგიყვებით და გეტყვით მიზეზს თუ რატო იყო ასეთი მცირე შემთხვევები კონტაქტზე გამოსვლის. ჩემს განცხადებაში, რომელსაც ვაგზავნიდი ხოლმე, მითითებული მქონდა, რომ ენაზე მქონდა პრობლემა. ამას რო უთითებ, ძალიან ნაკლებ კონკურენტუნარიანი ხარ. იმიტომ რომ აქ ჩამოდის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთა სახელმწიფო ენაც ასევე არის ესპანური რა. და რო ჩამოდიან, ადაპტაცია კი უწევთ ამ ახალ გარემოსთან, ისინიც ემიგრანტები არიან ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ ენის ბარიერი არ აქვთ. ენა ესმით. ესპანურად საუბრობენ, ხვდებით? მქონდა მე ამ ადამიანებთან შეხება და მხოლოდ ადაპტაციის მომენტი აქვთ. თორე ენა ჩვეულებრივად ესმით, აი რამდენიმე სიტყვა არის განსხვავებული, შეიძლება გამოთქმაში იყოს განსხვავება და ასე შემდეგ. თუმცა ჩემთვის რახან ამხელა ბარიერი იყო, ვუთითებდი აი ამ შეტყობინებაში და შესაბამისად ჩემი შეტყობინება მერე ძალიან იფილტრებოდა, იმიტომ რომ ნახეთ, აი მაგალითად არის ვიღაც ქალი, რომელიც ბავშვისთვის ეძებს დამხმარეს რა. მე რომ მივწერე იმ განცხადებაზე, ჩემს გარდა კიდე 1-30 გოგო მიწერს რა, ყველაზე მინიმუმ, იმიტომ რომ ეს საიტები ახლა მე რაც გაჩვენეთ, მხოლოდ მე და თქვენ არ ვიცით. ძალიან ბევრ მაინცის მთელი ესპანეთი ამ საიტებით ეძებს სამსახურს. ჩამოსულები ემიგრანტები, ვისაც ასევე არ აქვს სამუშაო უფლება, ამ საიტებით ეძებენ სამსახურს. ამიტომ კონკურენცია არის იმდენად მაღალი, რომ მე რო ვუთითებდი შეტყობინებაში, რომ ენაზე მაქვს პრობლემა,
ჩემს გარდა რო კიდე პირობითად 20-30 ადამიანი წერს, მე რა თქმა უნდა გამფილტრავს, ხო, აი რა ლოგიკით უნდა დამტოვოს, მაშინ როდესაც ვიღაცა ესპანელით წერს პარალელურად, ანუ მე ჩამოსულ ქართველს, რომელიც თან ვუდითებ, რომ ასეთი ცოტა ხანია აქ ვარ და არ იცის საიდან ვარ, ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, საერთოდ შესაძლებელი არის თუ არა ჩემი ნდობა, რას ვიზამ მის სახლში იქნებ გავქურდო, იქნებ რა გავაკეთო, ანუ რა თქმა უნდა მე არ ამირჩევს და აირჩევს ყველაზე მინიმუმ ისევ ესპანელს ან იმას, ვინც იცის ენა. ამიტომ მთელი 3 თვის მანძილზე 3ჯერ იყო მხოლოდ შემთხვევა, როდესაც ვინმე დამიკავშირდა და ამ შემთხვევებსაც მოგიყვებით. უშანსო შემთხვევები იყო 3-ვე რა. პირველი შემთხვევა იყო ერთი ქალი გამოვიდა კონტაქტზე. სამწუხაროდ მიწერის დროს თურმე არ დავაკვირდი და ეს ქალი ცხოვრობდა საერთოდ სხვა ქალაქში, რომელიც იყო აქედან 3 საათის გზაზე მანქანით და ბავშვის შეყვანა და გამოყვანა უნდოდა ხოლმე სკოლაში და მომწერა რომ მე ვარ მაქვს პრობლემაო შენ რო ესპანურზე გაქვს პრობლემაო, იმიტომ რომ მე პირიქით მაწყობს ჩემ შულთან თუ უფრო მეტად ინგლისურად იკონტაქტებო რა. უბრალოდ მე შენს ლოკაციას ვხედავო და ვხედავო რომ საერთოდ სხვა ქალაქში ხარო და რამდენად გაწყობს ჩემთან მუშაობაო, რამე შეცდომა ხო არ დაფიქსირდაო რა. რო გადავხედე, მე რო დავაკვირდი, ლოკაცია მართლაც საერთოდ ისეთი იყო, რომ ამ ქალთან ფიზიკურად ვერ მოვხვდებოდი ვერანაირად, სულ სხვა ქალაქში იყო და ბოდიში მოუხადე მეთქი ვერ დავაკვირდი თქვენს ლოკაციას თქო. ანუ პირველი კონტაქტი არც ჩავთვალოთ, რომ იყო კონტაქტი. მეორე შემთხვევა იყო, რომ ვიღაც კაცი გამოვიდა კონტაქტზე, დამლაგებელს ეძებდა და მე გავუგზავნე შეტყობინება. ეს კაცი ძალიან ისე მწერდა, რომ აი აშკარად ხვდებოდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და საერთოდ არ იყო ეგ დალაგების სერვისით დაინტერესებული. მე გადმოვიდა თურმე ჩემი აკაუნთი დაათვალიერა, იქ მქონდა ატვირთული CV. ეს იყო CV, რომელსაც ვიყენებდი საქართველოში, შესაბამისად იქ არის აბსოლუტურად ყველა დარბაზი მითითებული, სადაც მუშაობდი, რა გამოცდილება მქონდა, რა სერტიფიკატები მქონდა, ასე შემდეგ. და იქ ნახა, რომ მე საქართველოში ვიყავი ტრენერი. მომწერა, რომ აქაც ტრენერად მუშაობ თუ არაო, ანუ წარმოიდგინეთ, ეძებს დამლაგებელს და მწერს ასეთ შეტყობინებას. მე უთხარი, რომ მეთქი აქ არა, ჩემს ქვეყანაში ვიყავი ტრენერი, აქ დამლაგებლად ვეძებ სამსახურს. და მე მითხრა, რომ არ მჭირდებაო დამლაგებელიო, მეო ტრენერი მინდაო და შენ აგიყვანო. ანუ შენ იყავი ჩემი ტრენერიო. ნუ მივხვდი, რამდენად არასერიოზული იყო ეს დიალოგი და აღარც მე მიწერია. მეორე შანსიც, ასე ვთქვათ, ჩავთვალოთ, რომ არც ყოფილა. მესამე შემთხვევა იყო, მთელი ამ 3 თვის მანძილზე გიყვებით თან. ერთი გოგო გამოვიდა კონტაქტზე, რომელიც უკვე დღესა და საათს მითანხმებდა, თუმცა დაახლოებით 9 საათის შემდეგ მომწერა, რომ ბოდიში უნდა მოგიხადოთო, ესეთი რაღაც გაირკვაო ოჯახში საუბრის დროსო, რომ ჩვენ სახლობელს არ აქვს ამ ეტაპზე სამსახურიო და გვირჩევნია, რომ მას მივცეთ შანსი, რახან ახლობელია ოჯახისო და მას მივცეთ დასაქმების საშუალებაო. იმედია გაიგებთო და მეთქი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გასაგებია. გეთანხმებით მეთქი რა და ანუ ეგრეც იყო, თუ ოჯახის ახლობელს სჭირდება სამსახური, სრულიად უცხო ადამიანს რატომ უნდა გაუმართო ხელი, როცა შეგიძლია მას გაუმართო ხელი. ამიტომ ეგ შემთხვევაც ასე ვთქვათ, ჩავხსნათ და ანუ ფაქტობრივად რეალური შესაძლებლობა ამ 3 თვის მანძილზე არც ერთხელ არ გამოჩნდა. თუმცა ვაგზავნიდი მაინც ამ შეტყობინებებს, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რამდენი ემიგრანტი არის წამოსული საქართველოდან და არა მხოლოდ საქართველოდან და მაინც პოულობენ თავის გზას, მაინც დგებიან ფეხზე და მაინც აწყობენ ყველაფერს და ხო ფაქტი არის, რომ აუცილებლად ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდება. უბრალოდ ეს იყო დროის ამბავი. ამიტომ ესე რუტინასავით მართლა ყოველდღიურად ვაგზავნიდი ხომ ამ შეტყობინებებს და ზოგჯერ უკვე აღარც ვაკვირდებოდი სად ვაგზავნიდი, იმიტომ რომ ესეთი ძაფრი მოლოდინი არ მქონდა, რომ აი ახლა მომწერს. ეგ უფრო თავიდან რომ დავიწყე რა. დღის მანძილზე ველოდებოდი ხოლმე რომ მეთქი იქნებ მომწეროს ახლა იმან ვისაც მივწერე, მაგრამ მე ამდენი დრო რო გავიდა და ასეთი მცირე კომუნიკაცია რო იყო ხოლმე, აღარც ველოდებოდი. აი ამ 3 თვის შემდეგ ერთი დღეც გათენდა ზუსტად იგივე როგორც დანარჩენი დღეები ამ 3 თვის მანძილზე. დილით გავიღვიძე, შევამოწმე სოციალური ქსელები როგორც ყოველთვის, გავაგზავნე შეტყობინებები როგორც ყოველთვის ახალგანცხადებებზე. ავდექი ვისაუზმე, მოვწესრიგდი და წავედით დარბაზში, როგორც ყოველთვის. და დარბაზში ვივარჯიშე, უკვე ვასრულებდი ვარჯიშს და მეილზე მომდის შეტყობინება, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც გავუგზავნეთ ჩემი შეტყობინება, გამოვიდა კონტაქტზე. ვერ გეტყვით, რომ ეხლა გამიხარდა და თვალები გამიბრწყინდა და რაღაცა, იმიტომ რომ ის შემთხვევები, რომ
არ დამთავრდა წარმატებით, არ ველოდებოდი, რომ მაინც და მაინც ეს დამთავრდებოდა წარმატებით. ანუ მეთქი, ოკეი, ახალი შანსი ვნახოთ. არ მქონია მაინც და მაინც ისეთი გაოცება და გახარება, ხო ხვდებით, ანუ ემოცია ისეთი არ მქონია, მაგრამ რა თქმა უნდა, მე სიამოვნო რომ ვიღაცა გამოვიდა კონტაქტზე. წავიკითხე, ეს ქალბატონი მწერდა და მეუბნებოდა, რომ უკვე მიხსნიდა დღეებს, სამუშაო დღეებს მიხსნიდა, რომელსაც დავიწყებდი მუშაობას და რომელზე დავასრულებდი, მაგას მიხსნიდა უკვე შეტყობინებაში და მეუბნებოდა, რომ საუბარი იყო შშმ პირზე, რომელსაც არ შეეძლო გადაადგილება. მე სიმართლე გითხრათ, დავიბენ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, უკვე აღარც კი ვაკვირდებოდი, სად ვაგზავნიდი ამ შეტყობინებებს და გამიგზავნია ერთ-ერთ განცხადებაზე, სადაც ქალბატონი რომელიც არ ვიცოდი რომ ამ გოგონას დედა იყო, გოგონა იყო თუ ბიჭი იყო თუ ქალი იყო თუ კაცი იყო, ეგეც არ ვიცოდი. ამ გოგონას დედა ეძებდა მომვლელს შვილისთვის, რომელიც არის შშმ პირი. აქ გამიგზავნია შეტყობინება, იმიტომ რომ ახალი განთავსებული იყო, იმ დილის დადებული იყო. გამიკვირდა ძალიან, იმიტომ რომ ანუ იმდენად მზადყოფნა გამოაცხადა ამ ქალმა თავის შეტყობინებაში, რომ ცოტა ეჭვი შემეპარა, რომ მეთქი არასწორი შეტყობინება ხო არ გავუგზავნე. და ამ ქალბატონს დაუბრუნე პასუხი, რომ მეთქი ხო კარგად გაეცანით ჩემს შეტყობინებას, ენაზე მაქვს მეთქი პრობლემა, გრამატიკულად გამართულად ვერ ვსაუბრობ და ცოტა მიჭირს გაგება და ასევე ეს ქალი თავის შეტყობინებაში ახსენებდა ხელშეკრულებას. ამაზეც გავუსვი ხაზი, რომ მეთქი ხელშეკრულება ეწერა თქვენს შეტყობინებაში, თან ორი შეტყობინება ჰქონდა გამოგზავნილი, იცით რამ სიგრძეები, ანუ ყველაფერს დათვლებით მიხსნიდა უკვე რა. სამწუხაროდ მე არ მაქვს სამუშაო უფლება და ჯერჯერობით ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებთ. ანუ ესეც მინდოდა რომ ნათელი ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს ქალი უკვე ახსენებდა შეხვედრას და გასაუბრებას და რო შევხვედროდი, რატომ უნდა დავაკარგინო ადამიანს დრო თუ ხელშეკრულების გაფორმება უნდა და მე არ მაქვს დოკუმენტები, რომლითაც გააფორმებს. და ამ ქალმა მომწერა, რომ კიო, არ არისო პრობლემაო, ჩვენ ისეთი ოჯახი ვართო, რომ შეგვიძლია დაგელოდოთო, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლისო და ყველანაირად ერთმანეთს მოვერგებითო, ჩვენ შეგვიძლია რომ დაგელოდოთ და როცა გექნებათ საბუთები, მე გაგიფორმოთ ხელშეკრულება, ანუ არანაირი პრობლემა არ არის მაგაზეო. ასევე ახსენებდა, რომ პირდაპირ სამუშაოს დაწყება არ ხდება, ჯერ გასაუბრებაზე უნდა შევხვდეთ და თუ მომეწონები თუ ასე ვთქვათ, ესე ეწერა ძალიან ზრდილობიანად და ძალიან ისე დიპლომატიურად, თუ გადახვალთ გასაუბრების შემდგომ ეტაპზე, მერე არის რაღაცა ერთკვირიანი ტესტივით და ამასაც თუ გაივლი, ანუ ოჯახში დაგაკვირდებიან და ასე შემდეგ, მერე იწყება უკვე სამსახური. იმაზე საუბრობდა უკვე, რომ როდის ჰქონდა თავისუფალი დრო იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით. და შევთავაზე, რომ დღეს თუ გექნებათ დრო საღამოს 7 საათზე, შემიძლია გამოვიდე მეტროსთან მეთქი. და ეს ქალი მეუბნება, რომ კი, ლიფტთან ვიდგებიო და ძალიან გამიკვირდა მეთქი, ეს სწრაფად დამთანხმდა ესპანელი შეხვედრაზე, აი რაღაცა სერიოზულად არის საქმე, ძალიან გამიხარდა. ძალიან მეშინოდა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მიჭირს ანდალუსიელების ენის გაგება. ერთ კვირაში არც კი მისრულდება 4 თვე, რაც ჩამოსული ვარ და ჯერ ისევ ძალიან მიჭირს ამათი გაგება. ამიტომ ისა, ხო აი არ არის ისე, რომ აი ჩახვალ და 3 თვეში ენა გეცოდინება და ყველაფერსაც გაიგებ და ყველაფერსაც ილაპარაკებ. ჯერ კიდევ იმ ლეველზე ვარ, რომ მათი გაგება ძალიან მიჭირს. მაგრამ დავთანხმდი, რა თქმა უნდა, ამ შანსის გაშვება ხელიდან იქნებოდა აბსოლუტური სიგიჟე. შემეშინდა, რომ შშმ პირზე იყო საუბარი, რომლის სქესი და ასაკი ჯერჯერობით არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი, მეთქი არ არსებობს შემთხვევითობების არმჯერა, ანუ რაღაცა ეს ქალი რომ მაინც და მაინც ჩემთან გამოვიდა კონტაქტზე, რაღაცას უნდა ნიშნავდეს. წამოვედი სახლში იმ დღეს, მოვწესრიგდი, 1 საათი ვარჩევდი რა უნდა ჩამეცვა, მეთქი ძალიან სპორტული ჩაცმაც არ გამომივიდეს, ძალიან კლასიკურიც არ გამომივიდეს, რა ჩავიცვა, ბოლოს უბრალოდ ჩავისი ჯინსი და თეთრი ზედა. მერტ ჩემო აი ძალიან სიგიჟე დღე იყო ეგ, აბსოლუტურად რენდომი გამოცდილება მქონდა. ამოვედი მაგ მეტროში და ვერ ვნახე ლიფტი. ანუ ლიფტი, რომელზეც მაგ ქალმა მითხრა, რომ ლიფტთან ვიდგები და დაგელოდებიო, ვერ ვიპოვე. ამიტომ ამოვედი მეორე მხრიდან, ჩვეულებრივად ესკალატორით, ზემოთ ვეძებე ლიფტი, მაინც ვერ ვნახე. 1-10 წუთი ვიდექი, მეთქი იქნებ, აი, გამოჩნდეს, იქნებ რაღაცა მოხდეს, ანუ არ ჩანს ეს ქალი აშკარად და უკვე ხვდები, რომ მე თვითონ ვაკეთებ რაღაცას არასწორად. ჩავბრუნდი მეტროში, იქ ვეძებე პოლიციელი, ვნახე ეს პოლიციელი,
ვაჩვენე შეტყობინება, მეთქი აი ამ ქალბატონმა მომწერა რომ ესკალატორთან დამელოდება და მე ვერ ვპოულობ ესკალატორს. ჩემს საუბარზე ეს კაცი მიხვდა რომ საუბარიც მიჭირდა, გამომყვა. მიმიყვამნა ამ ესკალატორთან, თვითონაც ამომყვა ამ ესკალატორით და ის ქალი ზუსტად იქ იდგა. თქვენ ალბათ ამ ბავშვს ეძებთ, ჩემზე უთხრა და კიო, მადლობაო და მოკლედ ესე მივაგენი ეს ქალი. ანუ პირველი დრაკონი დავამარცხე, ასე ვთქვათ. 1-20 წუთი წაიღო მაგ ყველაფერმა და უკვე მაგარი შეშნებული ვიყავი, რომ მეთქი შეიძლება საერთოდ არც შედგეს გასაუბრება, იმიტომ რომ ქალს ვერ უპოულობ. მითხრა რომ წამოდიო კაფეში დავსხდეთო, რომ უფრო ისე მშვიდად ვილაპარაკოთო და ეს ადგილი, სადაც ვნახე, არის პირდაპირ ქალაქის ცენტრში და არის ძალიან ხმაურიანი ადგილი. ამ კაფეში ჩემდაჭირად არ აღმოჩნდა შიგნით ადგილი, რომ შიგნით ცოტა სიმშვიდეში დამსხდარიყავით და მოგვიწია გარეთ დაჯდომა. ეს გარეთ ნიშნავს პირდაპირ გზაჯვარედინზე, სადაც უამრავი ტრანსპორტი მოძრაობს, უამრავი ხალხი მოძრაობს და არის საშნელი ხმაური. ანუ მე რომელსაც ისედაც ძალიან მიჭირს ენის გაგება, კიდე პლუს ამ ხმაურში ხმადაბლა საუბრის გაგება, აი როგორ უნდა მომეხერხებინა, აზრზე არა ვარ, მაგრამ ხმას არ ვიღებ, ანუ რა უნდა ვქნა. დავსხედით ამ ხმაურში, ამ ქალმა დაიწყო საუბარი და საუბარი რო დაიწყო, იქიდან დაიწყო ჩემი ტანჯვაც, იმიტომ რომ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ხალხო, ჯამში გავიგე ალბათ 5 სიტყვა. მთელი 1 საათი მელაპარაკა გადაბმულად და ჯამში გავიგე 5 სიტყვა. და თან ისე რომ ვერ გამომვიტანე ვერანაირი შინაარსი. გავიგე უბრალოდ რომ ეს შეშემო პირი იყო გოგო, გავიგე რომ იყო 35 წლამდე, დანარჩენი ვერაფერი ვერ გავიგე აბსოლუტურად, რო არ შეეძლო სიარული ეგ განცხადებიდან ვიცოდი, ანუ განცხადებიდან რაც ვიცოდი, ის ინფორმაცია დამრჩა ისევ, ამ 1 საათის მანძილზე საუბარმა ვერ მომცა ვერაფერი. მაქსიმალურად ვცდილობდი გაგებას, მაქსიმალურად მართლა ეს ქალიც თითქოს მითხრა რომ უფრო ნელა ვილაპარაკებო რომ გაიგო, მაგრამ ამათთვის ნელი ჩვენთვის მაინც სწრაფია. ასევე სუფთა ანდალუსიელი იყო, ანდალუსიაში დაბადებული და გაზრდილი და სუფთა ანდალუსიურად ლაპარაკობდა და იმდენი სლები და იმდენი თები იყო რომ ვერ ვგებულობდი საერთოდ სიტყვებს და ამან ძალიან დამძაბა, ძალიან ავნერვიულდი. ხედავ რომ ამ ქალს საუბრის დროს რაღაც მომენტში ემოციური ფონი ჰქონდა, თვალები აუწყლიან და თითქმის ცრემლები წამოუვიდა. მინდა რომ ადამიანს უთანაგრძნო, მინდა რომ ის მდგომარეობაში შევიდე, ანუ რას მეუბნება, მაგრამ ანუ ვერ ვიგებ, აი რა აწუხებს, რატო შეეცვალა სახე ესე ძალიან, რატო დანაღვლიან და აი აქ მახრჩობს უკვე რაღაცა, იმიტომ რომ იცი როგორი მომენტი მქონდა, რომ წინ მაქვს სამსახურის დაწყების შანსი, შესაძლებლობა. მექანიზმი არა მაქვს, რითიც უნდა ავიყვანო, ვერ ველაპარაკები. ეგ 1 საათი იყო ჩვეულებრივი ტანჯვა. და თან ლაპარაკი არ ეზარებოდა რა, ანუ 1 საათი მელაპარაკა და ვერც ვეუბნები რომ ვერ ვიგებ და უბრალოდ თავს ვუქნე. ეგ იყო საშინელება, ანუ ეგ იყო საშინელება. და 1 საათის მერე რაღაცებს მეკითხება უკვე, მე ძალიან მიჭირს ამ კითხვების გაგება. უბრალოდ ვეუბნები ჩემს თავზე რომ აი 3 თვეა ჩამოვედი, ნელ-ნელა ვსწავლობ ენას, დავდივარ სკოლაში კვირაში 2 დღე. ეს სკოლა იცნო, რომელიც უთხარი და მითხრა რომ თვითონაც მაგ სკოლაში დადიოდა, მანდ მიიღო განათლება და ვაიმე რაღაცა 2 წინადადება რომ გავაგებინეთ ერთმანეთს ვიყავი უბედნიერესი. მე კიდე რაღაც სხვა კითხვები დამისვა, რომლის შინაარსიც უკვე ვეღარ გავიგე. და საბოლოო ჯამში, არც შემიძლია ისეთ ყუვილი იდეაში და პირდაპირ ვუთხარი რომ ნახეთ მეთქი, აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს სამსახურის დაწყების გულწრფელად. მაგრამ სამწუხაროდ თქვენი არ მესმის მეთქი რა და თან ძალიან შეწუხებული ვეუბნებოდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გულწრფელად ძალიან ვწუხდი რომ მისი არ მესმოდა. აუ მაგარი ნერვები მოშლილი ვარ რა. ვერაფერი ვერ გავიგე საერთოდ. და ესეთი რაღაცა ვერც მახსოვს ზუსტად მოვაბი თუ არა თავი რომ ესეთი რამე შემოთავაზებინა, მაგრამ რაღაცნაირად გავაგებინე რომ მეთქი თუ მომცემთ შანსს რომ სახლში მოვიდე, თქვენ რაღაცები დამავალოთ, მე თუ ვერ გავიგებ თქვენსას და საქმეს ვერ გავაკეთებ, ანუ მე თვითონ არ მესიამოვნება, მე თვითონ ვიგრძნობ თავს ცუდად და მე თვითონ მომინდება რომ აღარ გავაგრძელო და არ დავიწყოთ საერთოდ მუშაობა და თუ პირობითად კარგად აეწყო თქვენს მოგეწონათ, რაღაცა უფრო საერთო ენა გამოვნახეთ და გადავლახეს,
ტესტის ეტაპი, ტესტის ერთი კვირა, მაშინ დავიწყოთ მუშაობა ერთად. თან კიდე იმის იმედი მქონდა, რომ სახლში, როდესაც მივიდოდით, იქ უფრო სიმშვიდე იქნებოდა, ხმაური არ იქნებოდა, უფრო ნელა დამელაპარაკებოდა და უფრო მეტ რამეს გავიგებდი. ეს ქალი ხალხო აი ჩემდა გასაკვირად ყველაფერზე დამთანხმდა. რეალურად, როგორც შემდგომ დავაკვირდი, შემათვალიერა რამდენჯერმე რა და დაინახა, რომ ფიზიკურად არ ვარ სუსტი. და აი ეგ მოეწონა. ფიზიკურად ძლიერი ადამიანი სჭირდებოდა და რატო სჭირდებოდა, მაგასაც ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მე ენა ძალიან ცუდად მესმოდა, დააიგნორა ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ მას მე მოვეწონე ფიზიკურად. ასევე რამდენჯერმე მკითხა, რამდენად ხშირად ვარჯიშობდი, რამხელა წონებს ვწევდი, ეგ მკითხა. საბოლოოდ დავიშალეთ, ეგ იყო ფერიის კვირეული, ფერია ერთ-ერთ ვლოგში ნახავდით უკვე, რომ ამათთვის არის უდიდესი დღესასწაული და მითხრა, რომ ეს ფერიის კვირეული უნდა გადავაგოროთო და როდესაც დღესასწაული დასრულდება, მერე დაგიკავშირდებიო. ამან ცოტა დამანაღვლიანა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, დაპირებების მიცემა უყვართ ხოლმე, თუმცა მე რეალობაში მოყვანა აღარ უყვართ ხოლმე მაგ დაპირებების და ცოტა არ იყოს დავნაღვლიანდი და ჩემ თავს დიდი იმედები არ მივეცი, რომ მეთქი, ხო იცი, ახლა ეს შეიძლება საერთოდ აღარ გამოვიდეს კონტაქტზე და გული არ დაგწყდეს, ხო იცი, რომ ეს უკვე რამდენჯერმე მოხდა. არ ვიცი ხალხო. რა დამინახა, რა დაინახა ჩემში ეგრე რომ არ მთმობდა, არ ვიცი. მე ვიმედოვნებო, რომ შენ შეძლებო რა. გამხდარი ხარო ესე მითხრა, მაგრამ ხედავ, რომ ძლიერი ხარო. რო ვუთხარი, რომ ტრენერი ვიყავი საქართველოში თქო და პერსონალურ ვარჯიშებზეც მუშაობდი თქო და ჯგუფებზეც თქო. ეთყობა ეგ მომენტი დაიჭირა, იმიტომ რომ ამ ადამიანს ვიზრაც ვსაუბრობთ, მე მგონი სჭირდება ვარჯიშებში დახმარება. არ ვიცი. ასევე მითხრა, რომ მომწონს ის, რომ ახალგაზრდა ხარო. ანუ დიდი ადამიანი არ მინდა ამ საქმეზე. გადის ეს ერთი კვირა, დასრულდა ფერია, ჩაიარა ყველაფერმა და ზუსტად იმ თარიღზე, როცა ჰქონდა პირობა მოცემული, რომ მომწერდა, ზუსტად იმ თარიღზე მწერს და დამიბარა ტესტზე უკვე, რომ აბა სახლში როგორ რანაირად რას გავაკეთებდი და ასევე უნდა გამეცნო ის გოგონა, შშმ პირი და ამ მომენტში ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ ეს ქალბატონი არის მისი დედა, იმიტომ რომ მაგდენიც ვერ გავიგე ლაპარაკიდან წარმოიდგინეთ და აი შეტყობინებაში არსად არ ჰქონდა ნახსენები. მომცა მისამართი, წავედი, აქაც ჩემ დაჭირად 2 დღით ადრე დავიტრაუმე დარბაზში. რაღაცა ძალიან არასასურველი მოძრაობა გავაკეთე. იმ მომენტში ვერ ვიგრძენი, რომ დავიტრაუმე, მაგრამ შემდგომ ტკივილები დამეწყო წელის და აი საშინელ მდგომარეობაში ვიყავი ფიზიკურად, ვერ ბჯდებოდი, წელი ისე მაგრად მტკიოდა, ვერ მოძრაობდი, აი ესე გვერდულად, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, უბრალოდ დგომა შემეძლო რა და დაჯდომა და დაწოლა იყო ურთულესი პროცესი ჩემთვის და წარმოიდგინეთ ზუსტად ამ დროს დაემთხვა ის, რომ უნდა მივსულიყავი ამ ქალთან აი ამ ტესტზე. პაატა მეუბნებოდა, რომ აუცილებლად უთხარი, რომ დარბაზში დაიტრამვეო და არ იფიქროსო, რომ შენი შესაძლებლობები არის მცირე და გაითვალისწინოსო, რომ უბრალოდ ეხლა ეს ერთი რთული მომენტი გაქვს, მაგრამ მე არ მინდოდა მაგის თქმა, იმიტომ რომ ანუ ისედაც ამდენი red flag-ი არის ჩემს გარშემო და მეთქი ახლა კიდე ეს რომ დავამატო და ამან რომ იფიქროს, რომ ეს შეიძლება დარბაზში დაიტრამვოს ხოლმე, რომ მაშინ როდესაც ეგეთ რაღაც არ ხდება ხოლმე, მაინც და მაინც მაგ დროს მოხდა. ანუ არ მინდოდა, ამიტომ არაფერი არ ვუთხარი ამ ქალს, წავედი ამ არ ვიცი, აი დაავადმყოფებული წელით, რასაც ქვია და ღმერთს ვთხოვდი, რომ მეთქი ისეთი მოძრაობა არ მომიწიოს, რომ ეს ჩემი მდგომარეობა გამომშხამდეს, იმიტომ რომ თუ სუფეხზე ვიდგებოდი, არაფერი არ შემემჩნევა, ანუ არაფერი არ მეტყობოდა რა. მივედი, დამავალა რაღაცეები, ძირითადად სახლის დაალაგება და ეგეთი რაღაცეები დამავალა და ასევე დღის მეორე ნახევარში შემიყვანა უკვე გასაგები იყო, რომ ის იყო დედა თავისი შვილის სახლში, ანუ არ ვიცი როგორ აგიხსნათ, როგორი რაღაც აქვს იცით გაკეთებული. ეხლა რო გავიდე მე სამზარეულოში რო იყოს კარი და ამ კარით რო გავიდე მეორე სახლში, მეზობლის სახლში რო გავიდე. სპეციალურად ეგეთი პროექტი აქვს ნაყიდი, რომ თავის შვილთან ჰქონდეთ ესე მომიჯნავე კარი, რომლითაც ნებისმიერ დროს გადავლენ მის სახლში. აი ამ კარის საშუალებით გადამიყვანა თავისი შვილის სახლში. გამოცნო ეს გოგონა, ძალიან საყვარელი გოგონა აღმოჩნდა. მე ყველაზე მეტად მეშინოდა, რომ იქნებოდა აგრესიული
იმიტომ რომ ჩემი ემოციური ფონით აგრესიასთან ვერ ვტოლერანტობ. არაფერი დიდი კომუნიკაცია არ შემდგარა იმ დღეს ჩვენ შორის, ძირითადად მაინც დაალაგებები მევალებოდა. მადლობა კიდე იმისთვის, რომ ან დასაჯდომი არაფერი არ იყო რა, ანუ სულ ფეხზე დგომა მომიწია მთელი დღე და ვერ შემომჩნიეს ვერაფერი. თავისებური ხასიათი აქვს, ვერ ვიტყვი რომ ძალიან მარტივი არის მასთან ურთიერთობა. მომცა რაღაცა ცხრილი, არ ვიცი მან შეადგინა თუ მშობლებმა შეუდგინეს თუ რა მოხდა. ეს არის დაწერილი ყოველდღიური დავალებები. მამამისს კი უთხარი რომ მეთქი ანუ არ მეზარება რომ ეს ყოველდღიური დავალებები გავაკეთო, უბრალოდ თვითონ მას სჭირდება ძალიან დიდი დრო. ანუ ნებისმიერი მისი ქმედება არის ძალიან დროში გაწელილი, იმიტომ რომ ძალიან შენელებული პროცესია. ხო და კიდე პლუს რომ ამდენი სახლის საქმე არის და მე რაღაცა კონკრეტულ საათზე რომ უნდა გამოვიდე სამსახურიდან, ზოგჯერ ყველაფერი არ ესწრება. და მამამისმა მითხრა რომ არ შეგეშინდეს ესო თეორიულად დაგიწერევ, ანუ პრიორიტეტში არისო ეს ადამიანი, მაინც არ მინდა სახელი რომ გავაჟღერო და თუ დარჩება დრო მასზე ზრუნვის გარდა, მაშინ აკეთებ ამ ყველაფერს. მაგრამ თვითონ აქვს ძალიან რთული ხასიათი და მაგას საერთოდ არ უყურებს დრო დაგრჩება თუ არა. ყველაფერს გაკეთებას ითხოვს. როგორი ტიპაჟი არის, იცით, აი არ ვიცი, ეს ბალიში თუ დევს ხოლმე მაგალითად აქ და მე თუ დავდებ აი ასე. ეს არ შეიძლება. ანუ ეს ბალიში აუცილებლად ყოველთვის უნდა იდოს აქ. ესეთ რაღაცებს ამჩნევს, იმიტომ რომ მისი, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მისი დაავადების ერთ-ერთი სიმპტომიც არის ეს, როგორც ვიცი, თუმცა ყველა შემთხვევაში არ ვლინდებაო რა, ესე წავიკითხე. მაგრამ მასთან არის გამოვლენილი, რომ ანუ აუცილებლად ისე უნდა იყოს, როგორც მას აქვს გონებაში დამახსოვრებული. ანუ აუცილებლად ყოველთვის ერთნაირად. ხო და მაგალითად ვისაც აქვს ძალიან სუსტი ნერვები, ეგეც სამსახურს ვერ გაუძლებს რა. ანუ აი ამას თუ ვერ გაუძლებ, ემიგრაციაში ვერ გაძლებ. სხვანაირად მართლა არ ვიცი, როგორ შეგამზადოთ. რა თქმა უნდა, ყველა ერთ და იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდებით. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი ჩემზე ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში არის და ბევრად უფრო უარესები აქვს გამოვლილი. არაერთ მათგანს ვიცნობ, არაერთი მათგანი დამიკავშირდა, ისეთი რაღაცები მომიყვნენ, რომ ეს ჩემი кейსი შეიძლება მართლა არაფერს არ წარმოადგენდეს იმასთან. ძალიან აგრესიულ მოხუცებთან უმუშავიათ, ისეთებთან აი ლუკბებს რო უთვლიან ხოლმე ან საერთოდ რო არ აჭმევენ სახლში. ანუ მე ხა მაგალითად საერთოდ არ ვჭამ აქ, მაგრამ რომ შევჭამ არაფერს არ მეტყვიან, თუმცა ხო ხვდებით ხალხს რა პირობებში უწევს მუშაობა, ანუ ემიგრანტებს უწევთ ძალიან ბევრი რაღაცის ატანა და მათ ფონზე და იმ მოსმენილი ისტორიების ფონზე არც თუ ისე რთული кейსი ჩარჩევით, თუმცა დამიჯერეთ რომ მართლა ძალიან რთულია. აუცილებლად გჭირდება რომ ფიზიკურად იყო ძლიერი, იმიტომ რომ მძიმეა და სხვანაირად შანსი არაა, ანუ შანსი არაა უბრალოდ. მე მეგონა რომ უფრო მნიშვნელოვანი ფიზიკური ძალა იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად უნდა იყოს ძალიან ძლიერი, მენტალურად და ნერვები უნდა გქონდეს რკინის. ამ შემთხვევაში მე ვუდგები ესე რომ ვინც მოითმენს ის მოიგებს, იმიტომ რომ აი ხორთულია ძალიან, მაგრამ თუ არჩევანს გამაკეთებინებ, ეს მინდა თუ სამსახურის გარეშე ყოფნა, ეს მინდა. იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული იყო უკვე სამსახურის გარეშე ყოფნა. თუმცა ნახე როგორ მდგომარეობაში ვარ, აქედან რომ წამოვიდე, ამაზე უარესსაც ვერ ვნახავ. იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს ძალიან მოერგო ჩემი პროფილი, ჩემი წარსული გამოცდილება, ყველაფერი რაც ვაკეთებდი, თითქოს ამათ მოთხოვნებს ძალიან მოერგო. ერთადერთი ახლა ის მჭირდება, რომ მქონდეს რკინის ნერვები. ასე რომ მე ვცდილობ ჩემს მაქსიმუმს. ახლა მაგაზე ფიქრის დრო არ არის, რომ აი ესე და ესე და რაღაცა. ახლა არის პერიოდი, როდესაც მე არ მაქვს შესაბამისი დოკუმენტები, არაფერი, ენაში მჭირდება მოძლიერება, რომ გავხდე კონკურენტუნარიანი და იმ სფეროში დავიმკვიდრო თავი, რომელშიც მინდა რომ ვიმუშაო. ანუ რომელიც მართლა გამიხარდება, მართლა მესიამოვნებო. ჩემი მხრიდან გაანალიზებული მაქვს ის, რომ ეს არის ჩემი დროებითი სამსახური და ეს არ არის პირობითად ჩემი პროფესია, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა ვაკეთო, ან სიამოვნებას უნდა ვიღებდე, არ ვარ ვალდებული რომ სიამოვნებას ვიღებდე, ხო? ანუ ეს არის ის რაც უნდა ვაკეთო ახლა. იმისთვის, რომ წავიწიო წინ. ანუ სახლში ჯდომით და არაფრის კეთებით, გარეთ არ გამოსვლით და მხოლოდ დარბაზში სიარულით, მე წინ ვერ წავიდოდი, ეს არის 2x2.
აი ესეთი ტიპაჟი არის, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მე სუსტი ნერვების პატრონი ვარ, ემოციური ვარ ძალიან და მგრძნობიარე, მაგრამ სუსტი ნერვები ნამდვილად არ მაქვს. შესაბამისად, ამით ვერ მომიშლი ნერვებს, ანუ თუ მეტყვი რომ ეს ბალი შაქ უნდა იდოს, აუცილებლად აქ დავდებ. და თუ ცოტა იქით მომიწევს და შენ შენიშნას მომცემ, რომ იქით რატო და გადმოწიე, ნერვები არ მომეშლება რა, ანუ მყარი ნერვები მაქვს მაგისტრის. ამიტომ მეთქი ეს პრობლემას არ წარმოადგენს, შემთხვევით თვითონ მშობლებმაც მითხრეს, გავიცანი მისი მამაც, მითხრეს, რომ ესეთი მდგომარეობა არის და ესეთი ტიპაჟი არის. მეთქი არ არის პრობლემა, ანუ რეალურად უკვე ეს შანსი გამოჩნდა სამსახურის დაწყების და რა თქმა უნდა ყველანაირ red flags დავაიგნორებდი, რა თქმა უნდა. სახლში მშვიდად რომ ესაუბრებოდნენ, ბევრად უფრო კარგად გავიგე რაღაცეები, თუ რამეს ვერ ვიგებდი, სიტყვებს მიმეორებდნენ, თუ მაინც ვერ ვიგებდი, სიტყვას მიხსნიდნენ, ანუ ძალიან ტოლერანტულები აღმოჩნდნენ ჩემს მიმართ. მაქსიმალურად თბილი დამოკიდებულებით იყვნენ განწყობილნი, მივხვდი მე რატოც, იმიტომ რომ იმდენად რთული სამსახურია, რომ ამ სამსახურზე ბევრი მსურველი არ ეყოლებათ, აი გამორიცხეთ ეგეთი რაღაცა. დარწმუნებული ვარ თითქმის, რომ ამ სამსახურზე ვერ ნახავენ ესპანელს, რომელსაც დაითანხმებენ, იმიტომ რომ არის ემოციურად ძალიან რთული სამსახური. პირველი ერთი კვირა განსაკუთრებით გამიჭირდა, იმიტომ რომ შშმ პირთან მე არასდროს არ მქონია შეხება, მით უმეტეს არასდროს არ მიმუშავია და მათი ყოველდღიურობა არის იმდენად რთული, უბრალოდ ვერც კი აგიღწევთ. დილა იწყება ამ გოგონას გაღვიძებით. ეს ყველაფერი უკვე შედის ჩემს მოვალეობაში, მე უნდა გავაღვიძო. მისთვის გამოფხიზლების პროცესი არის 10 მაგათ უფრო რთული, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისთვის. კუნთები, რომელიც ისედაც ძალიან მოდუნებულია, დილით კიდევ უფრო მოდუნებული აქვს. მე მიწევს, რომ გავაკეთებინო სპეციალური ვარჯიშები, სპეციალური გაწელვები, რომელიც მას ცოტა დაეხმარება. სტაბილიზატორი კუნთები არის მისი მთავარი პრობლემა, შესაბამისად სტაბილიზაციას საერთოდ ვერ იჭერს და მთლიანად ჩემზე არის ეს ყველაფერი, ანუ მე ვარ მისი მთავარი სტაბილიზატორი. შემდგომ მე მევალება საწოლიდან მისი გადმოყვანა ეტლში, სადაც ატარებს მთელ დღეს და მე რომ ყოფილიყავი ფიზიკურად სუსტი, ამას ვერ მოვახერხებდი, იმიტომ რომ მისი წონა დაახლოებით იქნება 75-80. რა თქმა უნდა, მთლიანი წონის აწევა არ მიწევს, იმიტომ რომ მისი მთავარი პრობლემა არის სტაბილიზაცია და არა ძალა აქვს, სტაბილიზაცია არ აქვს, ეს კიდევ განსხვავებული დაავადება არის. და რაღაც მხრივ თვითონაც მეხმარება ხოლმე, ანუ ეს წონა მთლიანად ჩემზე არ არის, თორემ მთლიანად ვერ წავწევდი ფიზიკურად, ხო? აი შეუძლებელია, რომ მე ვარ 55 კილოგრამი, რამდენსაც არ უნდა ვარჯიშობდე, ესე შტანგა კიდე სხვა რაღაცა არის, საერთოდ სხვანაირი წონა არის, ვიდრე ადამიანის წონა, ხო? როგორ უნდა მოიხელთო ხელში ადამიანი. ამიტომ თვითონაც რა თქმა უნდა მეხმარება ამ ყველაფრის გაკეთებაში და ერთობლივად ვაკეთებთ ამ ყველაფერს, თუმცა იმდენად რთული არის, რომ აი მაიდან მივხვდი, რატო გააკეთეს ჩემზე არჩევანი, იმიტომ რომ აი სხვა ვაკანსიებზე თუ გითხარით, სხვა განცხადებებზე, რომ ჩემს გარდა ალბათ კიდე 30 კაცის წერდათ ხოლმე მეთქი და რა თქმა უნდა მე ჩემს მესიჯს არც კი წაიკითხავდნენ თქო, მაგ განცხადებაზე ვფიქრობ, რომ ან მარტო მე მივწერე, ან ძალიან ცოტა ადამიანმა კიდე დამატებით, იმიტომ რომ პირდაპირ გამოვიდა ეს ქალი რამდენიმე საათში ფაქტობრივად კონტაქტზე, იმ დღესვე დაინიშნა გასაუბრება, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი ვერ გავიგე, მაინც ამიყვანეს. ხო ხვდებით, აი რაღაცა ისეთი მომენტი იყო, რომ თითქოს სხვა გზაც არ ჰქონდათ რა, მაგრამ თან ზუსტად ისეთ ადამიანს მიაგნეს, რომელიც სჭირდებოდათ, იმიტომ რომ მართლა საჭირო არის მან ფიზიკური სიძლიერე. ფიზიკურად ნაკლებად გამიჭირდა ფსიქოლოგიურთან შედარებით, იმიტომ რომ ამ ყველაფერს რომ ხედავდი, იყო ძალიან რთული, აი ურთულესი. აი ბანაობის პროცესი მაგალითად, მინიმუმ 2 საათი დამჭირდა, რომ დამებანა თავიდან ბოლომდე. ძალიან რთული არის მისი გადაყვანა აბაზანაში. აქვს გაწერილი რუტინა, როგორ უნდა დაიბანოს და თვითონ მეუბნება ხოლმე მე რა თქმა უნდა ეს ცოდნა ესე ჰაერიდან არ საიდან არ ჩამომიფრინდებოდა თავში, თვითონ მასწავლის, ანუ საუბარი შეუძლია უბრალოდ ნელა საუბრობს ძალიან
და აქვს მენტალური პრობლემები, გონებრივი პრობლემები, ორ რაღაცაზე ერთობლივად კონცენტრირება არ შეუძლია, ანუ მაგალითად მე თუ მელაპარაკება, არაფერი არ უნდა იყოს ჩართული, არც მუსიკა, არც ფილმი, არაფერი გარშემო, არც ვიდეო ტელეფონში ან არაფერი, თორე ჩემსას ვერ გაიგებს. მიხვდით, როდესაც რამეს უყურებს პირობითად თავის ლეპტოპში, მე არ უნდა ვლაპარაკობდე. ანუ რაღაცა კონკრეტული პრობლემები აქვს, მაგრამ როგორც ესეთი, რომ კომუნიკაცია შეეძლოს ლაპარაკი და გონება ჰქონდეს გახსნილი, ეს ყველაფერი 100%-ით. ამიტომ თვითონ კარნახობს, მაგალითად, როგორ უნდა დავბანო, როგორც გითხარით, თავისებური ხასიათი აქვს, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ მაგალითად ჯერ დაბანო ფეხის ეს ნაწილი, როდესაც მას აქვს თავისი რუტინა თავში შექმნილი, რომ ჯერ უნდა დაბანო ეს ნაწილი. მიხვდით, ანუ თავისებური ხასიათი აქვს, რომელსაც მე მოვერგი აბსოლუტურად. ასევე ახსენებდნენ ერთ გოგონას, რომელიც ჩემამდე მუშაობდა და როგორც გავიგე საუბრიდან, იმ გოგონას უმტყუნა ნერვებმა, იმიტომ რომ როდესაც ამ გოგოს ახასიათებს რაღაცების მითითება, რომ მე ესე არ მომწონს, ესე გააკეთე, ანუ თუ არა გაქვს მყარი ნერვები, ყელში ამოგასხავს აუცილებლად. მიხვდი და ვერ გაუძლებ და მე ამ შემთხვევაში ეგ პრობლემა არ მაქვს. და ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც უნდა რომ გავაკეთო და ვუქმნი მაქსიმალურ კომფორტს, იმიტომ რომ ისედაც იმდენად რთული არის მისი ცხოვრება, რომ სანამ მასთან მუშაობ, მინდა რომ ჩემი მხრიდან ჰქონდეს 100%-ით კომფორტი, აი რასაც მოინდომებს და როგორც მოისურვებს, აი ისე რომ მითხრას, რომ ხელებზე დადექი, ხელებზე დავდგები, იმიტომ რომ ანუ როგორც თვითონ უნდა, ისე უნდა იყოს. მით უმეტეს მე ვმუშაობ მასთან და ვარ მისი მომვლელი. ჯერ რა თქმა უნდა ისევ სწავლის პროცესში ვარ, ვაკვირდები ყველაფერს აბსოლუტურად, დეტალებზე ვარ ძალიან ორიენტირებული, რა სიამოვნებს, რა მოსწონს და ასე შემდეგ. აი, იცით როგორ რაღაცებზე ვარ ორიენტირებული, მაგალითად, როდესაც ვუდებ საუზმერო აქვს ხოლმე და როდესაც ვუდებ თეფშს, მარცხენა მხარეს სიამოვნებს, რომ დავუდო ხელსახოცი თუ მარჯვენა მხარეს. მე ვარ დეტალებზე იმდენად კონცენტრირებული ადამიანი, რომ ძალიან მარტივად შემიძლია ეგეთ რაღაცების ათვისება. და პირველ ერთ კვირაში იმდენად დავუმუღამე, რომ თავისი მშობლებიც კი შოქში არიან, რომ ამ პატარა გოგომ როგორ მოვახერხე ეს ყველაფერი. ერთადერთი რაც მიჭირს არის ეს ფსიქოლოგიური მომენტი, რასაც ვფიქრობ, რომ ვეჩვევი უკვე. ანუ ძალიან რთული საყურებელი იყო პირველად, როდესაც ვნახე, როგორ იღვიძებს და რა რთული პროცესი არის მისი გაღვიძება. ჩვენ რო შეგვიძლია რომ დაგვირეკოს მაგვიძერამდე 1 წუთში ავდგეთ, ანუ მათ არ აქვთ ამის შესაძლებლობა შეშემოპირებს და მათი ცხოვრება არის ისეთი რთული, რომ უბრალოდ ვერ აგიღწერთ. ასევე ბანაობის პროცესი, რომლისთვისაც მას სჭირდება 2 საათი და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ხელებითა და ფეხებით 5 წუთში გავაკეთოთ ეგ ყველაფერი. ჭამის პროცესი, რისთვისაც მას სჭირდება 9 საათი და ჩვენ შეგვიძლია რომ 5 წუთში გავაკეთოთ ეგ ყველაფერი. საკვების მომზადება, რომელსაც მე ვაკეთებ მისთვის და მას არ შეუძლია დამოუკიდებლად, ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე სჭირდება მზრუნველობა და ერთი ადამიანი დამატებით, რომელიც მას მიხედავს და მასზე იზრუნებს და შეუქმნის ყველანაირ კომფორტს. და ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული ფსიქოლოგიურად. მქონდა ძალიან ისეთი შეცოდების მომენტი, მქონდა ძალიან მეცოდებოდა. ასევე გამიზიარა, ძალიან გაიხსნა, წარმოიდგინეთ, რა ცოტა ხანია მასთან მუშაობდა და როგორ გაიხსნა ჩემთან. მითხრა, რომ ორჯერ სცადა სუიციდი, მომიყვა რატომ სცადა, ჩავედით დეტალებში, ვკითხე რაღაცეები. ასევე ტატუ აქვს ხელზე, რომელზეც ვკითხე. თევზები ახატია რა, 2 თევზი ახატია და მე ვფიქრე, რომ ზოდიაქოთი იყო თევზები და ვკითხე, რომ მეთქი შენი ზოდიაქო თევზები არის, მეთქი და არო, მე ქალწული ვარო და მეთქი მეც ქალწული ვარ. ნახე, რამდენი საერთო გვაქვს რაღაცა და მაშინ მეთქი თუ არ ხარ, თუ ზოდიაქოთი ქალწული ხარ, რატო გაქვს ეს 2 თევზი ხელზე? მე მომიყვა, რატოც ჰქონდა. ესეც ძალიან ტრაგიკული ისტორია იყო. ასევე გამიზიარო, რომ პატარა ძმა ჰყავს დაღუპული და მივხვდი, რომ აი მაშინ გასაუბრებაზე იმ ქალს დედამის რაზეც მოადგა ცრემლები იყო სწორედ ის, რომ გარდაცვლილი ჰყავს შვილი და აი ეს ამხელა ნაღველი აქვს ამ ოჯახს. ეს ყველაფერი თავიდანვე რომ დავინახე და პლუს კიდე მის ასეთ მდგომარეობას რომ ვუყურებდი, რომ რამდენი შესაძლებლობა აქვს ამ ადამიანს და როგორ რთულ პირობებში უწევს ცხოვრება, როგორი რთული არის მისი ყოველდღიურობა და როგორი ერთფეროვანი.
მისი ყოველი გადაადგილება, მისი ყოველი მიმოხრა არის ტკივილთან დაკავშირებული, იმიტომ რომ გრძნობს ამ კუნთებს, გათიშული არა, გრძნობელობა გრძნობს და ტკივა. ეს იყო ურთულესი ეტაპი. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ შემტყობოდა, რომ ძალიან მეწოდებოდა. ყველა მის მოძრაობას რომ უყურებდი, თვალებიდან სადაც აცრემლები წამოსვლოდა, მაგრამ ცრემლები რო წამოსვლოდა, ანუ ხო წარმოიდგინეთ რა უხერხო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი, ცალკე მისი მშობლები მიყურებდნენ, ცალკე თვითონ მიყურებდა და ეს რა თქმა უნდა არ უნდა შეგემჩნეს, რომ ასეთ მდგომარეობაში ხარ, იმიტომ რომ პირდაპირ გამოავლენ, რომ სუსტი ხარ და ვერ შეძლებ ამ სამსახურს და მოკლედ აი საწყის პერიოდი მაგრად გამიჭირდა. TikTok-ზე დამიწერეს ერთი კომენტარი, რომ ღმერთმა გამოგაგზავნა მის ცხოვრებაშიო და სიმართლე გითხრათ, მაგის მართლა გულწრფელად მჯერა. იმდენად მჭირდებოდა მე სამსახური, რომ უკვე ვეღარ ვუძლებდი 24 შვიდზე სახლში ყოფნას და თან მე ძალიან მჭირდებოდა ფსიქოლოგიურად გაძლიერება და მას გაუგზავნა ჩემი სახით ადამიანი, რომელსაც შეუძლია 100%-ით ენდოს. უკვე შევთავაზე ისეთი რაღაცები, რასაც ნორმალურად არ აკეთებს ხოლმე. ვუთხარი, რომ შემიძლია პარკში გაგასაირნო, არ მეზარება, შემიძლია საყიდლებზე წაგიყვანო, მოლში გაგიყვანო და ახალი მაიკები დაათვალიერო, ახალი შორტები, ახალი კაბები, შემიძლია მაკიაჟი გაგიკეთო, შემიძლია ნაწნავები გაგიკეთოთ მასზე, ანუ სულ თავაზობ ახალ რაღაცებს და აი არ ვიცი, ვაკეთებ მაქსიმუმს მართლა და ვფიქრობ, რომ ერთმანეთს მაგრად ვჭირდებით. ეს იყო მეგობრებო ჩემი ისტორია. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს რისკი გავიღე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან არაკომფორტული იყო. პირველ ჯერზე, როდესაც მივდიოდი ამ ქალის სანახავად, ფეხები მიკანკალებდა, ოფლი მას ხამდა, ისე დღეში ვიყავი და ისევ ნერვიულობდი, რომ ვერ აგიღწერთ. ისევ ნერვიულობ, გული ხელით მიჭირავს. არ ვიცი რა იქნება. შემდგომ, როდესაც ტესტზე დამიბარა, პირველ ჯერზე კი გითხარით, რა მდგომარეობაში მქონდა წელი და მაგაზე უარესი მოხდა მომდევნო ტესტზე, რომ მენსტრუალური ციკლი დამემთხვა, მაინც და მაინც პირველი დღე მქონდა და არ ვიცი, აი ოფლიც მას ხამდა, წელიც მტკიო და მუცელიც მტკიო და სახსრების საშინლად მტკიო და ფეხზე ძლივს ვიდექი მართლა და ეგ მდგომარეობაც არ უთხარი მაგ ქალს, ანუ ისე მივედი, რომ თითქოს საუკეთესო დღე მქონდა ჩემს ცხოვრებაში და აბსოლუტურად არაფერი არ მაწუხებდა. შესვლამდე დავლიე გამოყუჩებლები, რომ აბსოლუტურად არაფერს არ შევეწუხებინე და მოკლედ აი ძალიან რთული პროცესი იყო, მაგრამ აი ყველა ხავსს ჩავებღაუჭე, რაც კი გადმომიგდე. საბოლოო ჯამში მივიღე ეს სამსახური. ალბათ მარტო ეგ რჩევა შემიძლია, რომ მოგცეთ, რომ აი ნებისმიერ გადმოგდებულ შესაძლებლობას მოეჭიდეთ პირველ ეტაპზე, თორე მერე წლები რო გავა და ენაც კარგად გვეცოდინება, საბუთებიც გვექნება, მუშაობის უფლებაც გვექნება და ასე შემდეგ, მერე უკვე შედარებით მარტივი არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლა, თუმცა მაშინ, როდესაც ენა არ გესმის და ვერაფერს ვერ შვები, მაგ ეტაპზე განსაკუთრებით რთულია სამსახურის დაწყება. საიტები მიგითითეთ უკვე, რაზეც უნდა დარეგისტრირდეთ და გააგზავნოთ ხოლმე შეტყობინებები. ენაზე, ვინც ახალი ჩამოსულები ხართ, არის ზარმაცოთ, იმიტომ რომ მართლა არასწორ წარმოდგენას გვიქმნიან, როდესაც გვეუბნებიან, რომ 3 თვეში და 4 თვეში ისწავლი და რა არის მაგაში რთული, ნამდვილად არ არის ეგეთი სწრაფი პროცესი. მე ვფიქრობ, რომ 1 წელი ყველაზე მინიმუმ დამჭირდება, რომ გამართულად ვისაუბრო და შევიდე კომუნიკაციაში. ისი შესაძლებლობაც გაქვთ, ჩემსავით ახალ ჩამოსულებს, იმის მიხედვით იხელმძღვანელეთ რა, იმიტომ რომ მე ვნახე ისეთი კომენტარების, რომ აი მე მაგალითად არ ვიკადრებდი მანდ მუშაობას, ან ეხა დავლაგებებზე მე არ დავიწყებ და სკოლაში სხვათა შორის სადაც დავდივარ, იქაც რამდენიმე გოგონა იყო, რომლებიც, როდესაც ვლაპარაკობდით რა სამსახური გვინდოდა და მე რო ვეუბნებოდი ნებისმიერ თქო, ისინი ამბობდნენ, რომ უი არა, ნებისმიერი არა, მე ჩემი პროფესიით მინდა რომ დავსაქმდე და ცოტა რეალური მოლოდინები უნდა გქონდეს ჩემი აზრით, მაშინ როდესაც ენა არ იცი და საბუთი არ აქვს, სტომატოლოგად არავინ არ დაგსვამს, ხო ხდები, ანუ რაღაც ეტაპები უნდა გაიარო. ეგრე მარტივი რო იყოს, აი წარმოიდგინეთ ემიგრაცია რო ეგეთი მარტივი იყოს, რომ ჩადიოდე და შენი პროფესიით ერთ თვეშივე უკვე აგრძელებდე მუშაობას, ამას ხო აბსოლუტურად ყველა გააკეთებდა. აი ნებისმიერი გააკეთებდა, იმიტომ რომ ვის არ უნდა უკეთესი საცხოვრებელი პირობები. ახლა აქ დავანებებდი თავს კიდე უფრო უკეთეს ქვეყანაში გადავიდოდი. არ არის მარტივი პროცესი. აუცილებლად გჭირდება მოთმინება. სწავლა უნდა გიყვარდეს ის აუცილებლად, იმიტომ რომ ენის შესწავლას თუ შენ ბუნებრივად დაელოდე, ძალიან გაიწელება დროში, ანუ შენ თვითონაც უნდა ეცადო, რომ ყოველდღურად ახალი სიტყვები, ახალი ფრაზები, ახალი წინადადებები დაიმახსოვრო
და დისციპლინა არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რა, რომ დაისახავ მიზანს და ყოველდღიურად რომ გაიმეორებ, მანამ სანამ არ მოგიტანს შედეგს. სხვა ისეთი რჩევის სახით მე ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ მე თვითონაც როგორც გითხარით, ძალიან ცოტა ხანია რაც ჩამოვედი, მაგრამ მაინც მინდოდა რომ გამეზიარებინა, იმიტომ რომ ერთმა გოგომ საერთოდ მომწერა, რომ 2 წელია საფრანგეთშია და ჯერ კიდევ ვერ ნახა სამსახური და თუ ეს ჩემი ისტორია ვინმეს რაღაცისკენ გიბიძგებთ, ან კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ გიბიძგებთ, ან რაღაცა ისეთის გაკეთებისკენ, რაც აქამდე ძალიან გეშინოდათ, ანუ ხო ხვდები, ძალიან კმაყოფილი ვიქნები თუ რაღაცას უკეთესობისკენ შევცვლი თქვენთვის. ამიტომ თუ კიდე რაიმე კითხვები გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში. თუ მაქვს პასუხი, აუცილებლად გიპასუხებთ და ვინც ბოლომდე მიყურეთ, უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ როგორც ვხედავ, ეს ვიდეო გამოდის 1 საათზე მეტი. მადლობა მოსმენისთვის, მადლობა ყურადღებისთვის. გავაგრძელებ ეპიზოდების გადაღებას, ისევე როგორც აქამდე ვიღებდი, უბრალოდ რამდენად ხშირი პროცესი იქნება ამის ატვირთვა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აქამდე თუ მოცლილი ვიყავი, ეხლა უკვე სამსახურიანი გოგონა ვარ. ამიტომ ხო, სავარაუდოდ შემცირდება ჩვენი ეპიზოდები, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ხოლმე რა სიახლეები იქნება. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. წინა ესპანეთის ეპიზოდები, ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.